სახელი დავტოვოთ როგორც იყო ისე ბოლის გარკვევაზე დავტოვოთ ან უნდა ეს ვთქვათ ეხლა დავთქვათ ეს რომ ეს არის სამუშაო ვარიანტი ხო ესაც შეიძლება ეს ვისინა ჩვენ აქ შევიგებთ ახალგაზრდა ინიციატორები იყვნენ მორელები გამოყალიბდა იგივე ესეთი დაახლოებით ასეთი მიმართულების ორგანიზაცია გორი რაღაცა ხო ჩემი ქალაქი მე მოხდა ერთი-ორი შეკრება და დაიშალა ეს ყველაფერი აი ეს რომ არ მოხდეს უპირველესი ჩემის აზრით სწორედ იმათ უნდა უხელმძღვანელო ორგანიზაციას ვისაც მოუვიდა იდეა რამე თუ იდეის ინიციატორი ყოველთვის უფრო პატრიოტია, როგორ გითხრათ, თავისი იდეისა და უფრო დამშვე. შემდეგ მოყვა ის უდიდესი სიხარული, რომელიც ჩვენმა ოლიმპიელებმა მოგიტანეს და კიდევ ერთხელ მივესალმებით იმ მადლობას. პრეზიდენტო ლორენა მე ესე იგი სამი ოლიმპიური მედალი ჩამოვიდა გორში და სტატისტიკებს თუ გადავხედავთ გორმა მედლების რაოდენობით საერთო თამაშში და ხარისხი გაუსწრო თურქეთს, პორტუგალიას და ესეც დიდ მე ძალიან გული მტკივარ, როდესაც რამდენიმე სულ ცოტა ხნის წინ ვეძებდი ჩვენ ადამიანებს, რომელიც სამოქალაქო სექტორი იქნებოდა და ჩაჯდებოდნენ კომისიებში და მე ძალიან მინდა რომ მომავალი არჩევნები ჩვენ ჩაატარა. ანუ არ იყოს პოლიტიკური ნიშნით და კონფლიქტური კომისიები. ძალიან საინტერესო საზოგადოება შეიჭრა გორში. მე მინდა ყველას მოგმართოთ, ამდენადაც პროფესიონალი ვარ ჩვენ საქმიანობაში და წარმოგიდგენთ წარმატებული ბრძოლა საზოგადოებრივ საქმის კეთებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყველა ჩვენი პროფესია, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო მოხელეები, რომ ვიღაცამ დავალება მოგცემდა იმას ვასრულებდეთ და ჩვენმა თითოეული შემოქმედი იხარია რომ ბოლოს და ბოლოს იგრძნო საზოგადოება, რომ შევიკრიბოთ და ჩვენი სიტყვა თქვათ. აი ამ დარბაზში ერთი ორი სუნა 167 სეზონი გაიხსნა. ამ დარბაზში დავარ მოგვაწევდნენ, მოიდგან შეიძლება იყოს რომ დაბადებული არიან სახელოვანი შვილები. მან შორის ჩვენი საყვარელი ჩერგო ნატალაშვილი გვაქვს. მე ჩემი ოჯახის სახელით მქონდა გამოგზავნილი გამგეობაში წერილი, რომ შემოვიღოთ გორში ვარსკვლავების დაფუძნება. ამ თემაზე თეატრმა რამოდენიმეჯერ გააგზავნა მოთხოვნა, რომ არა მარტო ჩერგო ნატალაშვილთან მიმართებაში 4 ვარსკვლავის დასა გვინდოდა ჩვენი კიდე არიან სამხედრო ვარსკვლავები, რომლებიც მართლა უსაფრთხოებენ აი ამ ჯილდოს ასე ვთქვათ, მაგრამ რამოდენიმე ჯერჯერობით საკითხი მუდმივად გადაიცეს. მუდმივად. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას და მუდმივი სასარგებლო აზრი გამოიქვნა მაშინაც. მე ძალიან დიდი მოგწონს, ბევრი კარგი საქმე და დიდი მადლობა მინდა მოგიხარო კიდევ იმისთვის, რომ მოგვეცდი მის საშუალება, რომ ყველა ადამიანს ვინც რას ფილში კომპეტენტური დასაქმებები მივიღოთ რაღაცა გარკვეული მონაწილეობა და ჩვენი გამოცდილება გამოვიდა. სამუსიკო სტუდიების არარსებობას
შესახებ და აი ესეთნაირ კი არ გავაკეთეს. დაწერეს სტუდიისა და ბუფეტის ფუნქციონირება მოიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. ამ კანონთან შესაბამისობაში ნიშნავდა სამინისტროში მთელი თვე იარე და ვერავინ ვერ გამოდიოდა. აღმოჩნდა რომ ვერ მოვედით კანონთან შესაბამისობაში ბუფეტთან ერთად. როცა გენერალური ინსპექტორს კითხე რომ რას ნიშნავს ეს მეთქი, ასეთი პასუხი გამცა. თქვენ კონსერვატორია დამთავრებული არ აქვთ თანამშრომლები და ასწავლეთ შალახო და თეთრი აფრები. ნამდვილად აღარავის აღარ ჰქონდა მაგის ნერვები, ვინმე შალახო და თეთრი აფრები ესწავლებინა, იმდენად დიდი შეურაცხმყოფელი იყო ეს ჩვენთვის. მაქვს იდეები იგივე პარლამენტს მართლებს ახალ ხელისუფლებაში მოსული რამდენიმე ადამიანი რომ ჩვენ უსაფრთხოდ თავის საღამოს და ოსებსაც ამასვეთქვით რომ მაგას უნდა გქონდეთ იმედი რომ უსაფრთხოდ მშვიდად იყო, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა რომელიც ეხლა იწყება ჩემი აზრით აღარ არის მილიტარისტული უფრო სამშვიდობო პოლიტიკაა და აი ამაში დაწინება უნდა შეძლო ჩვენი ადამიანებს. მოგეხსენებათ უკვე შედის პაატა ზაქარიშვილი ახალ სამინისტროს პოსტზე თვითონ სოსო ვახტანგაშვილი არის ცნობილი მოგეხსენებათ და ესეც ამაყოლა და ამასაც ვიტყვი რომ გორმა არჩია ბევრი ადამიანი და ლერი ხარბებისთვის კი ბატონო ლერი ხარბები ფიგურადოსი ადამიანი. დარბაზის ხარბია პოლიტიკური ადამიანი. არ ეყოლება დარბაზს. არ ეყოლება. და საერთოდ შემოწმებული შეიძლება. ხო, მეშინია, ხო, მიჩნევი ხალხი. მე ამოდენიმე შეიძლება გამზრდელების საღამოსაც ავსტარი. ასაცმისი კარგი. მოგდოს რომ ამჯერად ასაცმისიც და კარტელებიც კარგი იქნება. მე პირადად ჩემს პირობებს სამალხალო საზოგადოებას ჩემს საუბრის საზოგადოება ასეთი სახელმწიფოება როგორი იქნება. მე ვფიქრობ რომ საქართველოში არის ძალიან დიდი პოტენციალი გამომდინარე ჩვენი ტრადიციიდან, ჩვენი კულტურიდან, ჩვენი ხასიათიდან. კენჭი ეყარა დარბაზის დაფუძნების იდეას, მოწვეულმა სტუმრებმა და ახალ საზოგადოება დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი, რომ აუცილებელი არის შეიქმნას გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუ რასახელი ექნება ამაზონის საინიციატივო ჯგუფი იმსჯელებს, რომელიც იმუშავებს გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც მრავლად არის ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ აი ამ ჩვენმა ცხოვრების ბოლო ესე ვთქვათ პერიოდმა დაგვანახვა რომ საზოგადოების ჩართულობა თუნდაც აი პოლიტიკურ პროცესებში, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ასე ვთქვათ წარმატებას ამა თუ იმ საზოგადოების თვითონ ქვეყნის წარმატებას. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ წესდებაში ჩაიდოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დასადად შევლენ ეპარქიის წარმომადგენლები, ცნობილი ჟურნალისტები, რომელთაც იქნებათ მნიშვნელოვანი ფუნქცია გააკონტროლონ თვითონ ამ დარბაზის მუშაობა, ის მიმართულებები, რომელიც ეს დარბაზი განისაზღვრავს თავის პოლიტიკის დოკუმენტად და მნიშვნელოვანია რომ ამ სამეთვალყურეო საბჭოში იყვნენ ის გორელი ავტორიტეტები, ის გორელი სახელოვანი ჟურნალისტები, რომლებმაც არც ერთ პოლიტიკურ პროცესების ცვლის დროს არ შეიცვალეს პოზიცია, იყვნენ პრინციპულები.